Hi, დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. Როგორ ძანდებით? მაშუტყავ გამასწრო, ჰა, 5 დაფიჯით. ხო და შემართლეთ გაკიდება ძანდამეზარა და მივდივარ მეტროთი. ეგეც მაგრად მეზარება იდეაში, მაგრამ რა მითხო უნდა წავიდე? რა ვიცი, ჯური არა მყავს სახში რომ მოვახტე და გავიქცე და წავიდეთ. ეს კურიკულუმის დღე გვაქვს და ჩემი პრეზენტაციის დღეა. დღეს მეოთხე თავის რომელიც მოიცავს თამაშს. ხო და ნახოთ როგორ ჩაივლის. ჩემი ახალი საყურე. მეგერო კარგად ჩანს. ხო ჩანს. ძალამასი. დღეს ორი შეკვთამი მაქვს. კიდევ ერთი შემიკვეთეს, რომლის მასალებიც უნდა ვნახო ხვალ. გუშინ არ მეცალა, ძალიან ბევრი მქონდა სამეცადინაო და ფიზიკურად მაგისთვის ვერ მოვიცალე. დამეხარესხებინა რაღაცები. თუ მაქვს ის მასალა, თუ მოსატანი მაქვს თუ როგორ არის. რადგან ერთი მოდელი მაქვს დასამზადებელი, იდეაში ეგენი მაქვს, მაგრამ მაინც ნახავ თუ არ და შევირბენ და ვიყიდი მაინც თვის ბოლოსთვის უნდა და თუმცა რა თქმა უნდა ჩარიცხვა ხდება წინასწარ როცა მიკვეთავს ადამიანი. ამიტომაც ეს მოდელი თქვენ ნახი გაქვთ, ძალიან ლამაზია. ძალიან ისეთი ყურძან უხდება რა. ხო და ზუსტად ეგ მოდელები მაქვს დღეს დაუკვეთთან. დაიჭვი მაქვს რომ ეს მოდელი ძალიან ხშირად იქნება გაყიდვაში. და არა მხოლოდ ეს ფერები, ფერს ვაპირებ სხვათა შორის. და ჩვენ ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მალე ვიტყოდი ამ სიტყვებს. მაგრამ არ ვიცი. დაკლებაზე რომ წერენ უკვე ცოტა ხო რა ვიცი, აბა ხალხოს შრომის დაფასება ვისწავლოთ. უბრალოდ როდესაც პირობით ვიძახი 40 საყურეზე 20 არ წავა, მომწერ არ წავა. გააჩნია როგორ მომწერ. არ წავა. 20 უფრო არ წავა, როგორც არ უნდა მომწერო, მაგრამ აი რაღაც აგდებულად რომ მომწერ, თითქოს ახლა შენი ჯარის მეგობარი იყო, ან ერთად ვიყოთ ბაღში გაზრდილები, ასე არ არის, ხო, ვიცი, დამერწმუნებით, რომ არ ხელნაკეთია გონია თავით, რომ დიდი არაფერი ჩდება კაცო. 20-ად წავა. სამწუხაროდ დღეს ჩემი მარიკო მიდის სოფელში, მამა ჩემთან და მის მამიკოსთან ერთად უნდა წავიდნენ. მე რა თქმა უნდა სამწუხაროდ ვერ ვახერხებ წასვლას, იმიტომ რომ დღეს მუშაობ და ჩემი განთავისუფლება არ არის ესე მარტივი და კი იცით პრინციპში რას ნიშნავს ბავშვებთან მუშაობა და გაცდენები, რა რთული და მძიმეა ეგ ამბავი. ხო და ერთი სული აქვს როდის წავა რომ აჭამოს ქათმებს მაგან და ბებომ და რო ვიცი როგორ გაუხარდებათ მარიკოს ნახვა და რამხელა ემოციებს დაუტოვებს მარიამი, ეგ სიხარული მიხარია ხოლმე ყველაზე მეტად. დღე ჩამოვლენ რა თქმა უნდა. ხო, თქვენთვის საჩუქრები არ დამითვალიერებია და აუცილებლად მოვიცლი მაგისათვის დაბადების დღის საჩუქრები. თუმცა ჯერ ყველასი არ მივიღია, ზოგი გზაშია და ასე შემდეგ. ხო და ისეთ სიმშვიდეში ჩაიარა ჩემა დაბადების დღე. ხან მგონია რომ მქონდა ნეტა. მაგრამ ესეთი ნაყოფიერი იყო რა ის დღე, ამიტომ ნამდვილად არც ერთი წუთით არ უნდა ნორმა გამბავს. ასევე უნდა მოგიყვეთ ჩემი გამომწერის ამბები, რომელთანაც ვიყავი სტუმრად
და უნდა მოგიყვეთ რა სხვა ემოციებით ვარ დატვირთული და რამდენად შეუძლია ზოგადად უცხო ადამიანი ასე მოგიქცეს. აი აბსოლუტურ შოკში ვარ. ამ ყველაფერს დამჯდარ პოზიციაში მოგიყვებით, თორემ თარო დავდივარ მეკარგებას. რადგან დღესაც ქალბატონიშვილის გარეშე ვიბრძანდები სამსახურში, ამიტომ შევძელი ის, რომ 10 წუთი გამომეყო ყავისათვის და ასქრულისათვის, სხვათა შორის გუშინ ვერანაირ მესიჯებს ვერ ვუპასუხე, რომელიც შეკვეთებს უკავშირდებოდა და დღეს დილით ვნახე, იმიტომ რომ 10:15-ზე მეძინა. უსაშუალოდ დაღლილი მოვედი, ხა მე 10:15-ზე ძინავს, ალბათ უკვე ხვდებით, რომ კატასტროფასთან მაქვს საქმე, რაც დაღლას უკავშირდება. ხო და დღეს დილით ვუპასუხე და გიპასუხეთ, ბოდიშს გიხდით, ვინც აქაც ხართ, მიყურებთ და მათ შემიკვეთეთ. უბრალოდ საშინლად დაღლილი ვიყავი, ვერანაირი შეკვეთა ვერ გავამზადე. მართალი არ ეჩქარებოდათ, მაგრამ მე მირჩევნია ხოლმე, რომ გავამზადო და იყოს მზად. მაგრამ მარიკო მონობა დემო გიტანო შენი მძივები და არა მეთქი უნდა დავწვე. ეს ფაქტობრივად გუშინ დღეს სამსახური და პირდაპირ ძილი იყო. არაფერი არ გამიკეთებია, ხვალ მიდის მარიკო თეატრში, დღეს სახლშია, ხვალ სახლში და აპყოს თავი. არ მინდა დავიწყო საქმეები და ერთი რამ გითხრათ გოგოებო, რომ უკაცრა ქალბატონმა მომწერა, რომელიც არის დოდრებას მაყურებელი YouTube-ის არა Facebook-ის, მხოლოდ შენი ხათრით ვყიდულობ შენს მიერ გაკეთებულ ბროშსო. მე არ გავყიდე. და რატო? მხოლოდ ჩემს გამო გაკეთებული არც ერთი ნივთი არ მიყირს. ან მოგწონს რა ყიდულობ, ან არ ყიდულობ. ჩემთვის ეს არის ნორმა. რადგან თოდონა აკეთებს და ის ბლოგი გიყვარს და ამიტომ ყიდულობ, ჩემთვის ეს ნორმა არ არის. ან მოგწონს და ყიდულობ და ეს მე მაბედნიერებს, ან უბრალოდ არ ყიდულობ და სულდა. ამიტომ ყველას მინდა გთხოვოთ, რომ ამის გამო შევიძენთ რა ნულაფერს. ჩემთვის ეს კომპლიმენტი და გასახარებელი არ არის, იმიტომ რომ ნივთი თუ არ მოგწონს, იმიტომ რომ იმის პერსონაჟი გიყვარს, მხოლოდ ამის გამო არ. ნამდვილად არ მიხარია. თითოეულ ნივთში ხელაში რომ აიდება, რომ თუ არ მოგწონს, ჩემთვის ეს ძალიან ძიმეა. შესაძლოა სტილი არ მოგწონდეს, არ ეკეთე მაგაზე არ ელაპარაკი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ პირველად მოგწონს ის ადამიანი, ამის გამო ეს ნაშრომს ვდახარჯავთ აქსესუარებში. ეს მინდოდა ძალიან მეთქვა, რომ არ დავიწყებოდ, ახლა წავედი. მე შეგენაცვალოს პაპა შედა. ჩემო ლამაზოს სიცოცხლე. მიდი შეგენაცვალოს პაპა. ეს კი გახავთ ჩემი დაბადების დღის საჩუქარი, თეთრეული, რომელიც ძალიან მომეწონა. კარგორს გითხარით მთელი ისა მაქვს არაზა რაღაცების. არ შევიმჩნიოთ. შემდეგი ერთი წუთით. ეს კი გახავთ ჩემი გაუმწერის საჩუქარი, რომელსაც ვესტუმრე სახლში. უსაყვარლესია, ისე მომწონს ეს საჩუქარი, რომ აი რა გითხრათ, მე მგონი მეტყობა კიდეც. ეს ყველაფერი თქვენთვის გადმოვალაგე, სხვათა შორის რომ მეჩვენებინა, სანამ სრულად შელაგდება ყველაფერი. ეს კი გახავთ საყვავილე, მე საყვავილეები ძალიან მიყვარს და მგონი მეტყობა სახლში საკმაოდ ბევრი, არც ისე, მაგრამ ნუ საჭიროებაზე მეტი ყოველ შემთხვევაში. აქ რასაც ხედავთ, წარმოდიეთ, აი ამ ხელა რაღაცით მომახუხიალებდი საჩუქრებს,
ძლივს მოვიტანე სახლამდე. ეს გახლავთ აქსესუარებისათვის განკუთვნილი რაღაცეები, ღილები და ასე შემდეგ, რომელიც ჩემმა ქალბატონმა გამომწერმა მაჩუქა და არ ვიცი, შოკირებული ვარ. ეს კი გახლავთ სწორედ ის სუნამო, რომელიც ძალიან უყვარს ბიძა ჩემს, ხო და დაბადების დღეზე მივიღე. კიდევ სხვა სასუქრებს ველოდები, ზოგი გზაშია, ზოგი ისე, ზოგი ასე და ასე. მარიკო, დღეს ადმიდი ხარ სიყვარულო? ბატისჭუკები უნდა უყურო? დღეს მარიკო თეატრში მიბრძანდება, უნდა უყუროს ბატისჭუკს. ხო და აღფრთოვანებული ამ ამბით და ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემს უყვარს თეატრი და ზოგადად სცენა მოსწონს ძალიან და ამით ვარ ძალიან ბედნიერი, მე როგორც მსახიობი. ამით უხიბლული ვარ. ცეცხლობები ერთ დამეჯახოს ის მომხანა. მე სპექტაკლებზე მუცლად ყოფნის დროსაც დავყავდი დედას. ეთიმ გურჯის დროს ასტკივდა დედას მუცელი. შესაბამისად უტვერს რო ეძახიან, უკვე ჩაღლაპული მქონდა მუცელშივე. ხო და ძალიან კარგი. ერთი სული მაქვს ჩემს გოგოს, როდის მივყან ქართულ ცეკვებზე. გიჟდები. ძალიან მიყვარს და ამიტომ აუცილებლად ჩემი ძმა რომ აქ იყოს რაღა ბიჭი სულები ვიყვანდი. ჩემი ძმა მოცეკვავია. თუმცა შევეცდები რომ ჩემი ძმის რომელიმე მეგობართან მივიყვანო და იქ ვატარო. სასწაული გოგოა, ერთი ქორეოგრაფი დიანა, სასწაული, ხო და მე მგონი არტხოლში იყო, მე მგონი არ იყო. ახლა იქ არის თუ არა არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიგო. ასევე სხვებსაც ვიცნობ რა თქმა უნდა, მაგრამ ნახალუკაში მირჩევნია. თუმცა ჯერ არა. სკოლაში რომ მივა, ალბათ გამარჯვება. ალბათ მაგ პერიოდში. მივიყო და ნახოთ, მოეწონება, არ მოეწონება, რა რეაქციები ექნება. შეიძლება სამეჯლისოსაც. მე გამარჯვება. ყველაფერი წინ. მოკლედ გოგოება, ვერა და ვერ დავჯექი რომ მომიყოლა თქვენთვის რაღაც ამბები. დედაგულია მოვარდა. ხო და რადგან ვერ მომიხერხდა სხვა გამოდი აქ მოგიყვებით. მოკლედ მე ვიყავი სტუმრად ჩემს გამომწერთან, რომელიც ცხოვრობს ნახალუკაში, თამპატიჟა. ხო და ჩვენ სირბილით მოვდიოდი და მასტერკლასს ერთად დავესწარით, ერთ მასტერკლასს და არის უსაყვარლესი ქალბატონი, ჩემი მაყურებელი დოდოდას ბლოგის, ხო და როგორ ვეტყოდი უარს ამ უსაყვარლეს ქალბატონს, წავედით მე და მარიკო. ხა როგორც ყოფის მარიკო ბაინტერესებთ ხოლმე და მინაკლებად. ხო და წავედით მე და მარია. მე უბრალოდ სიტყვებით გადმოვცე ის ემოციები, რაც მე მოჯახიდან მივიღე და წამოვიღე, მართლა არ ვიცი როგორ შეიძლება გადმოვცე. ხალხო, როგორ შეუძლიათ სრულიად უცხო ადამიანებმა, არც ნათესავები არ არიან ჩემი, არც მეზობლები, არც ნაცნობები ასე, რომ აი ვიცნობ, მაგრამ ანუ ხო ხვდებით. მე უბრალოდ არ ვიცი, ვარ შოკირებული. რადგან შაბათს ვიყავი დაპატიჟებული და იყო ჩემი დაბადების დღე, ვერ წავედი. უბრალოდ შაბათი დღე მიავირჩი, მაგრამ 14 რო იყო გამახსოვდა. წავედი კვირას. კვირა დღეს ამ 15-ში. ვაიმე, ხალხო, ხელი აქვს ამ ადამიანს. სახელს ვერ ვამბობ, იმიტომ რომ შესაძლოა არ ესიამოვნოს, არ უნდა რა ესეთ მეტი ისინი და ამიტომ ჩაკაფულს აკეთებს. ანუ მეთქი უკაცრავად. მე არ ვიცი, ადამიანმა რა დამახვედრა და რა ხაჭაპურები დამახვედრა და აღფრთოვანებული ვარ. გაოგანებული ვარ იმ პატივისცემით, რაც იქ დამახვედრა ადამიანმა. ახლა ჩაკაფულზე კი არ არის საუბარი, ზოგადად ვიძახი.
შეწუხდა უცხო ადამიანისათვის ეს ქალბატონი. ძალიან საყვარელი შვილი ყავდა იქ და ასევე შვილიშვილი და მარიკოს ძალიან მოეწონა ის პაწაწუნა და მასე ბევრად დიდი, მაგრამ და აღარ მოყვებოდა სახში აქ ვიყავთო, აი ძალიან მოეწონა გარემო. უსაყვარლესი კუსკუსა გარემო ქონდა, ისე მომეწონა ხალხო და ისეთი კარგი შინაურული გარემო შემიქმნა ამ ადამიანმა და ისეთი ნასიამოვნები წამოვედი, რომ მთელი ცხოვრება ალბათ გამოყვება ეს ემოციები, ის მუხტი, ის დადებითი ემოცია, რა ის ჩაქაფული ხალხო, ადამიანი არის ემოცია. ადამიანი არის შეგრძნებები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რასაც მე ვხედავთ. ეგ არის მნიშვნელოვანი და არა ასატრინა, არა ჩაქაფული, არა ხაჭაპური, გესმით? მაგრამ იმ რაღაცისთვის ხო შეწუხდა ის ადამიანი და ისე ვიუხერხულებ, აიმე მე ეხ რა ის ჩაქაფული მოთხარე არაფერი გადავირიეთ, შემრცხვლა ძალიან ვიუხერხულე, რომ ასე შეწუხდა ოჯახი. ნუ არ ვიცი, შოკირებული ვარ, სრული აბსოლუტის მნიშვნელობით და ვინ ვარ მისთვის, გარდა იმისა, რომ ვარ ჩვეულებრივი რიდითი ადამიანი, ხო? რომელიც იღებს ვიდეოებს და მისთვის რაღაცა დადებითი ემოციების მატარებელი ვარ და ამ ყველაფრის გამო ადამიანს შეუძლია რამდენი ემოცია გადმოქცეს, რამ გაგიკეთოს და გაგიკეთოში ახლა ნახეთ. მასალები იყიდა ხალხო, რომელიც ლილოში იყიდება და აქ არ იყიდება. და რა თქმა უნდა ხარჯებს მეთქი აუცილებლად გავყოფ, იმიტომ რომ არ ხერხდება ეგეთი 2 ლარი და 1 ლარი, ხო ხვდებით? მაჩუკა. და კინაღამ კარებში დავეცი. ვიგიჟებდი თალზე ფართხალებდი. იმიტომ რომ მე ძალიან მწვენია ხოლმე, ანუ არ შემიძლია რა მასეთი რაღაცები და ძალიან ვიუხერხული აი ოფლი მასხავდა სულებს ყოს მნიშვნელობით. არაფრით ფული არ გამომართვა, ვიციცგილა გეხვეწები, ნუ მოკლედ. ვინ გაგიკეთებს ხალხო უახლოესმა შემ ადამიანმა ნაცნობმა, უახლოესმა ნაცნობმა, შეიძლება აქალი არ იყოს ნათესავი, მაგრამ აი ძალიან კარგი ის არ გაგიკეთებს. შეიძლება ბევრ საკუთარ ოჯახის წევრს კი არ გაუკეთოს, პირობითად ვიძახი. ეს ყველაფერი გამიკეთა უცხო ადამიანმა. ჩემ შვილს ხო საჩუქარი უყიდა. მე ხო დაბადების დღეს საჩუქარი მიყიდა. მე აი უბრალოდ შოკში ვარ. საიდან დავიმსახურე, რომ ღმერთმა ეს ადამიანი გამომიგზავნა. ასეთი ადამიანი. მე არ ვიცი. ალბათ რაღაც დამსახურება მაქვს უფალთან, არ ვიცი. უღრმესი მადლობა აქედანაც, ჩემო საყვარელო. ადამიანს, რომელსაც შეუძლია თავი შეგაყვაროს 2 ნახვაში. 2 ნახვაში. სასწაული ადამიანია. ენერგეტიკა აქვს ისეთი ხალხო. ვერ შეატყობთ დარდი აქვს თუ რა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დარდის მატარებელი ადამიანია, რაზეც არ ვისაუბრებ აქ, მაგრამ ძალიან დიდ დარდს ატარებს. ვერ შეატყობთ. შენ ამით არ დაგამძიმებს, გესმით? პირიქით ჩაგიხუტ, ანუ არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. საიდან გაჩნდი ადამიანო ჩემს ცხოვრებაში ასეთი კარგი, ასეთი საუკეთესო, მე უბრალოდ არ ვიცი. სულ რო არ მომწონებოდა თქვენი ხაჭაპურებსაც გადავირიე და ჩაკაბულობსაც გადავირიე და ასე შემდეგ. ის ღიმილი და ის ჩახუტება უდრიდა არ ვიცი რამდენ რამეს. და ადამიანს რო შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება, ენერგეტიკის გადამოცემა და უანგარო სიყვარული, უბრალოდ მე არ ვიცი, მადლობა, ჩემო საყვარელო. უდიდესი მადლობა, სასწაული ადამიანი ხარ, უფალმა ვიძახი მეორედ, მეათედ მე მგონი სახლში და რა ვიცი, სადაც დავჯდები ამ ქალბატონზე ვსაუბრობ, უფალმა თქვენი თავი გამომიგზავნა. იმიტომ რომ ჩემს შვილს ისე მოეწონეთ. თქვენი სახლი, გარემო, სიმყუდრობა ისე მოეწონა, რომ რამდენი დღე გავიდა და ისევ იმაზე საუბრობს, რომ იქ რო ვიყავით, წავიდეთ დედაკიდე, იქ რო, ანუ ეს ადამიანები მოეწონა და უსაყვარლესი გოგო ყავს. გავიცანეთ, ვიჭორავეთ დაახლოებით 1:30, თითქმის 2 საათი. ნუ ხო, დაახლოებით.
ვიყავით. არ დაგიმალავთ, არ ვაპირებდი 2 საათით გაჩერებას, მეთქი 1 საათით მივალ არ შევაწუხო ოჯახი და ყავას მივირთმევ და გამოვიქცევით ხო. ვინ გამოგიშვა და რა ის ყავა ხალხო, ანუ ჩვეულებრივი ქორწილი იყო, ქორწილი ჩვეულებრივი. ვინ გამომიშვა და როგორ გამოიქცევ ესე და კულტურობაა ხო ეს. და უფრო მეტად ვიჩქარი კიდე, იმიტომ რომ ჩემი მული უნდა მოსულიყო და ხინკალი უნდა გამეკეთებინა და ხურცი არ მქონდა ნაყიდი, ფქული არ მქონდა, უნდა გამომევლო თან მეყიდა თან მომესწრო და ელვის სისწრაფით გავაკეთე. ოღონდ მე ხო სულ რაღაცებში ვეხოვები, არა რაღაცა ქვეყნეურებში ჩავჯექი ხალხო ავტობუსში და მგონი ახლა მეტრო ნაძალადები უნდა გაიაროს და შენც არ მომიკვდი, აუხვია სადღაც, ანუ საერთოდ დახოლო იმასთან რუარფი შეხება არ აქვს მეტროსთან და იქიდან მე მიწია წამობუჟიალება ფეხით. საკმაოდ დიდი მანძილი მარიკოსთვის. თან უშველებელი ჩანთა ხალხო საჩუქრები ისინი ესე. ხო, უდიდესი შოკოლადი. ანუ იზიზგილავეთ კარებში, მაგრამ ნუ მოკლედ. მე არ ვიცი რანაირად უნდა ოცი ახლა ამ ადამიანს პატივი, უბრალოდ მართლა გონზია რო არ რა უნდა გავუკეთო ამ ადამიანს ის რაც მე გამიკეთა. ძალიან დიდი მადლობა სიყვარულისათვის. თქვენც და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მიდგახართ, გვერდზე კი არ დგახართ, გვერდში მიდგახართ ხალხო. ვინც მამხნევებთ, ვინც ჩემი აქსესუარების გვერდს უჭერთ მხარს, ეს ხო იცით რა, ანუ რამხელა რაღაცა არის ჩემთვის და რამდენს ნიშნავს ჩემთვის. გუშინაც შეკვეთა გავაფორმე. ამის რომელი იყო საათი? ავაწყე უბრალოდ კარკასი დანარჩეს მერე დავამთავრებ დღეს რომ მივალ. ანუ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი. ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება, კარგი 2026-ში რომ ხანდახან ვერ ვიჯერებ, რომ ანუ ეს მე ძალიან ბევრი კარგი ხდება და ალბათ რაც მე მიწვალია რომ რაღაცისთვის მიმეღწია 2026-ში წამომეწია. 2025-იც არ იყო დაკალები იმდენი რამ დამატყდა ძალიან მაგარი ამბები თავს. მაგრამ 2026-ში თუ მე ბიზნეს დავიწყებდი, ასე გადაწყვეტილად რომ უოჭველი დავიწყებდი, არ მქონდა ბოლო პერიოდში იდეის დონეზე რა გაქვს, სხვა არ დაგო განხორციელებაზე რომ გადადიხარ და ამაში კიდე ფინანსებს დებ და რაღაცა ეგ სხვა რამეა და ეკა ხო დავღალე ჩემი ტრენერი, აი დავღალე მენტორი რა ტრენერი დედა ვერა ვარ კარგად. უსაყვარლესი ის ცალკე ფენომენალური ადამიანია კიდე იმაზე ხო ვისაუბრეთ და ყველაფერი მოგიყევით. და ხარაზე ვწერ მასალებზე რაღაცებზე და თავეუნები რომ ნეტა ჩემს აი თუ არის ვინმე ვინც გაწუხებს და დღეს მომწერე რომ კი როზაძე წერილ ყომეც კი არ მაწუხებო პირიქითო მიხარიაო ძალიან რომ თქვენ რაც ჩადეთ ფინანსები ამას ნელ-ნელა ამოიღებთ, განვითარდებით, ისწავლით და ასე შემდეგ. რამდენს ნიშნავს ხო ჩემნაირი რამდენი ყავს ახლა მაგას მოსწავლით, თქვენ ხო ხვდებით და ყოფილი უკვე და რამდენ ადამიანთან უწევს კომუნიკაცია იქ და იმის გარდა რამდენი წერთ ანუ და რამდენი საქმე აქვს თავად. აი ხო ხვდებით როგორ ვღლით ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა ჩემს ცხოვრებაში აღმოჩენილო ადამიანებო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ. იმ ადამიანებით ვარ ბედნიერი, ვინც სულ გულშემატკივროთ, აი აქ რო ხართ, სულ წერთ ხოლმე რომ შესაძლოა გვათა კომენტარი არ დავწერო, მაგრამ გიყურე, მადლობა რომ იყურეთ ხალხო. ძალიან დიდი მადლობა. წავედი მუშაობის დროებით. როგორ მოგწონთ ჩემი საუბარი? მე რამდენად გაჩვენეთ, თუ არ გაჩვენეთ? მგონი გაჩვენეთ. ეს ამისთვის გავიკეთე. თან ნიმუში ჰაი, თქვენ ვიზად ავიყინე ბრიჩო და გავიზმუნე და გავიზმანე და საერთოდ ჩამიშმუტკი. ხალხო,
ახლა რისთვისა ბევრი ამისთვისა შემოსული, მაგრამ ის არის წარმოში მინდა ჩავიდე ამ ხელფასზე ანა იმ ხელფასზე თუ რომელ ხელფასზე ჯობია ანა ის აფხულის ხელფასზე რა რომელიმეზე რა ხო და ისა მინდა შევიღებო თმები რომბო მინდა გავიკეთო რა ქვია გოგო ის არებო რებო როგორ აიფას ის არის მსახიობი როა ისა ომბრე უპალო რა დამამიწყა ომბრე მომიხდება ციგას ხარ დავეგონები ხალხო ახლა არა გენეტიკურად ციგანი თორე ციგნებსა კი არ მეჩი რა მეში არ მომიხდეს ხო ბაღადა ყველაფერი უხდება და არ ვიცი რანაირი გენეტიკა ყველაფერი უხდება ხო და რაც მომიხდება გამიკეთებენ ერთი მაგ ერთი გადადებული გწიტა 55 არა 57-ლიანმა გახასხასებული და მიდევს შევიღებავენ მაგ ფაში რა ვიცი ისე დაიდეს ფაში შეbat თავი გამიტეხონ ის არის ესა დავასრულე და შეაშტედით რადონის ბზინვარებასთან აგვაქვს საქმე. მადლობა ხალხო რო აქაცა მიწეთ და იქაცა რომ მიწეთ. ის არის საყურებისა არხი და ეს არის იუმორისტული. დარზე ვიცინოთ. მე უმეტი საქმე არა მაქვს. როგორ მოგწოდ? ხო? მაგარი აზიზილი ვარ კალაზე. ვაიმე აქ რო იყოს ხო? ეგრევე აი დაუზარელად ვიზამდი. შეკაება მიდაშლო სადაც თვალი გაახლე ყველგან რო ავტობუსების გაჩერება გააკეთე. იგი თავივდიოდი და აქე და იქ და მივდიოდი. დგამა რა ხედი და თქვენ იქ და გამივდივარ აქე და მოვდივარ. ვერ გავიგე რა ხდება. რანაირად არის ავტობუსების გაჩერება. შუა ტრასაზე გამოვიქეცი რომ გადავშულიყავი შუა ტრასაზე გაჩერებაზე. ეგეთი მე არაფერი გამიგია, მაგრამ დავრეკე და იქ არის. მოდი საკვირეულზე ყოფილა წამზადებული და მოვთხარ მაგასა გადადი რონუმინგი დამირეკოს. ყველგან არ ვირეკება რა მაგითა. ხო და ეხა მაკლე ახლა მე დავხარჯო გადადებული 3 თეთრი. ფულის მეტი რა აქვს ხო? აღაშინაურია და არ მინდა რომ გლანდებში ჩავაფრინდე, თორე თქვენ კარგად იცით ჩაფრენა ჩემი მოგონილია, მაგრამ რა ვქნა. სულ ხარ გავგიჟდები ხო? ხო და რა ვიცი მაგისთვის ამ დალალმა ხო სიცოცხლე გამიმწარ. ახლა ჩავალ თუ არა, აი მე წაღაჭრა. უკვე ხო ამიჭალა ნერვები. ხო და ის მე შეიძლება ნერვები მაქვს, არა კანი ხო? ხო და რა ვიცი ეგრე გადავწყვიტე რას მეკითხა მერჩით ვერა ვარ კარგად გადაღრილი ვარ ხო ვიცახი მინდა ერთი ოთხშაბათი შებულება და რა ვიცი მომცე არ ვიცი ვერ გეტყვით ოთხშაბათი შებულება ისე კი მაგდებენ მაგას ნიშნავს მაგრამ რა ჯორდღიანი მაინც ავიღო ტვინი დავასვენო ხო ფილტვი ნაველა რა ვიცი გამესინჯო ექიპი წავიდე დიაგნოსტიკი მინდა გავიკეთო და რაღაცეები. დიაგნოსტიკი ხო იცით რა არის. ხო და გამოვიკულიო. ახლა მე გაფიცეთ მამიდაშვილებს რა უნდა მითხრას ახლა რომელიმე ექიმა ისეთი რას მე არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი მაინც ახლა მივიდე გავესინჯო ეს ახალგაზრდა გოგო. ეს ის არა ქვია აყვავებული ადამიანი ხო? იქნება რავე გასხვებული მითხრა. ჯვარი მწერა თუ რავე მითხრა ეგრე შყლაპას გავადენინებ მაგრამ რა ვიცი. ხო და აღარა მაქვს ხალხური რვები აღარა მაქვს როგორ ჩვენი ეკონომიკა დაეცა ხო ისე მაგ ნერვები იგი რა გამოდის ვაფშე კანეცში ვარ ბაი